ამ ხორციანი ბლინების რეცეპტი თქვენ საახალწლო ყულობაში აუცილებლად უნდა მოხდეს. და გპირდებით, რომ ამ რეცეპტით მომზადებული ბლინის ცომი არასდროს არ გაგიხევათ. პირველ რიგში კენტის ზეითუნის ზეთში მოვშუშე ხახვი და ნიორი. დავუმატე საქონლის ფარში დაფნე და მარილი. და თუ მხოლოდ მოზრდილები მიირთმევთ, სანელებლები და პილპილი არ დაგავიწყდეთ. ბოლოს კი ფარს ვუმატებთ მრგვალ მოხარშულ ბრინჯს. ახლა საოცარი ცომი მოვამზადოთ. კვერცხი, მარილი, წყალი და კენტის ზეითუნის ზეთი, რომელიც ჩვენი ბლინების ელასტიურობის საიდუმლოა. დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და მოვამზადოთ გახურებულ ტაფაზე, რომელსაც დავასხით კენტის, ასევე ზეითუნის ზეთის სპრეი. ნახევარი წუთი ერთი მხრიდან, ნახევარი წუთი მეორე მხრიდან და აი ასეთი ზღაპრული ბლინის ცომი მზად არის. გაგრილებულ ბლინის ცომში მოვათავსოთ ფარში, ხელის მარტივი მოძრაობით გადავახვიოთ და მოვამზადოთ შესაწვავად. უზომოდ მწყდება გული, რომ ამ მომენტში სულგუნი არ მქონდა სახლში და არ მოვამზადე სულგუნიანი ბლინები, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. შევწვათ აეროგრილში ან ისევ ზეითუნის ზეთში. ყველა მხრიდან სანამ არ გახდება ოქროს. აყინეთ და საახალწლო მარაგიც მზად იქნება.